ქალმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა პროკურატურას მიმართეს, რომ გაათავისუფლონ ქალბატონი ევა შაშიაშვილი. შეხვედრა შედგა პროკურატურაში. ეს ქალბატონი გახლავთ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული, მას ხედავთ ზუსტად ახლა კადრში. პროკურატურის პოზიცია, რომ დოკუმენტაციას გადახედავენ და შემდგომ სხდომაზე წარმოადგენენ საკუთარ პოზიციას. თავად ონკოპაციენტი გახლავთ ეს ქალბატონი, წინასწარ პატიმრობაშია, ციხეში ვერ იღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას და მის ვირთულებას, მის მდგომარეობას ართულებს ის, რომ მას ყავს შვილი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, სტატუსის მქონე პირია და შესაბამისად ის ერთადერთი მეურვეა მისთვის. ეს შვილი მისი ახლა იმყოფება კლინიკაში და დეკემბრის ბოლოს მას უწევს გამოსვლა. ერთადერთი მეურვე, რომელიც გარეთ ხვდება, ეს არის დედა, ქალბატონი ევა და ამ მოტივით მის გათავისუფლებას ითხოვენ ქალი პოლიტიკოსები და აქტივისტები. მარიკა არევაძე, პროკურატურიდან გვერდება, მოგესალმებით. დაგვაწიეთ სიახლეებს ქალბატონ მარიკა, ჩვენ დიდი ხანია ვცდილობთ ამ საკითხის თვის ყურადღების მიპყრობას, მათ შორის მედიაშიც ყოველთვის ხაზს უსვამთ ამ მართლაც განსაკუთრებულ მდგომარეობას. რა პასუხი მიიღეთ პროკურატურაში? მოგესალმებით. პირველ რიგში ჩვენ ქალი პოლიტიკოსები დღეს დილიდან ვიმყოფებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ევა შაშიაშვილის მხარდასაჭერად და იმისათვის, რომ მოგვეთხოვა შეხვედრა უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და მოგვეთხოვა ახლეთი ღონისძიების ცვლილება წინასწარი პატიმრობის გირაოთი. ჩვენ ეს დღის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ქალი პოლიტიკოსები ვიმყოფებით აქ, შემოგვიერთდნენ სხვადასხვა მოძრაობების, სხვადასხვა ჯგუფები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ასევე უცხადებენ მხარდაჭერას ევას და ითხოვენ მისთვის ახლეთი ღონისძიების ცვლილებას. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს დღის განმავლობაში ჩვენ ორჯერ გვქონდა შეხვედრა პროკურატურაში, კონკრეტულად შეხვდა საქმის პროკურორი და ასევე შეხვდა კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომლებსაც დეტალურად გავაცანით ჩვენი მოთხოვნები და რომლებსაც ვუთხარით, რომ აუცილებელია ერთი, რომ შეიცვალოს ევას მიმართ ახლეთი ღონისძიება და მეორე, რომ ეს მოხდეს 30 დეკემბრისთვის, ვინაიდან მას ყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შვილი, რომელიც სწორედ სტაციონარული დაწესებულების დატოვების ვადა ეწურება 30 დეკემბერს და ის არის ერთადერთი მარჩენალი. აქ სამართლებრივი თვალსაზრისით მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამართლებრივ ნაწილს დიდი ხანია გაცდენილი ვართ, უნდა აღინიშნოს ერთი რამე, რომ თავად ევას მიმართ ახლეთი ღონისძიების სახით ყველაზე მძიმე ფორმის წინასწარი პატიმრობის გამოყენება არ არის არანაირად გამართლებული, მათ შორის არც სამართლებრივი თვალსაზრისით და რატომ? იმიტომ რომ არ არსებობს ის წინაპირობები, რომელიც ყველაზე მძიმე ფორმას შეიძლება ახდეს თან. მაგალითად დანაშაულის განმეორებითობა, მაგალითად მოწმეზე ზემოქმედების საფრთხე, მაგალითად მიმავლის საფრთხე და ასე შემდგომ. დღეს სხვათა შორის შეხვედრაზე ეს არ დაგვიჟღერებია არსად, ერთ-ერთი საქმის პროკურორი ამბობდა, რომ აი სამაგიეროდ თვითონ ევა არ აცხადებს, ასე ვთქვათ, პოზიციას ბრალთან დაკავშირებით და თურმე ამას განიხილავენ რაღაცა პრობლემად და წინაღობად, რაც აბსოლუტურად კანონის აღიარებას ითხოვენ, მარიკა, სწორედ ეს იყო ჩემი კითხვა, სწორედ ეს იყო ჩემი კითხვა, თქვენ ითხოვთ აღიარებას. აღიარება ბუნებრივია, არ იქნება, იმიტომ რომ ეს ადამიანები აცხადებენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და ასევე ვინც გირაოს ქვეშ არის, ყველას აღიარებული აქვს დანაშაული, ეს სრული აბსურდია. ახლეთი ღონისძიება არის საქმის განხილვამდე პერიოდი, ხო? პერიოდში, ასე ვთქვათ, ეს მდგომარეობა. და ასევე აქ მნიშვნელოვანი არის რა, რომ მათ შორის ევროსასამართლოს პრაქტიკასაც თუ მიყვებით და ვნახავთ, იქაც საუბარია, როდესაც ყავს ურთიერთდამოკიდებული პირი ადამიანს, მის წინააღმდეგ არ შეიძლება იქნას ახლეთი ღონისძიების სახით მათ შორის წინასწარი პატიმრობის გამოყენება. მოკლედ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში აქ ვართ, აქტიურად ვართ, ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა, ჩვენ ცოტა ხნის წინ მქონდა შემაჯამებელი განცხადება და უნდა აღინიშნოს, რომ ველოდებით პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას პროკურატურიდან, იმიტომ რომ იყო ასეთი სიგნალები დღეს ამ ორივე შეხვედრაზე და ის თუ უახლოეს დღეებში ევას მიმართ არ მოხდება ახლეთი ღონისძიების ცვლილება და ის გირაოს ფარგლებში არ იქნება გათავისუფლებული, ჩვენ ქალი პოლიტიკოსები ვაპირებთ, რომ სრულიად საქართველოს ქალები, დედები, მშობლები, შვილები,
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დავაყენოთ ფეხზე და ვიბრძოლოთ მანამ სანამ არ მოხდება ევას გათავისუფლება ფინაოს ფარგლებში. კი ბატონო, დიდი მადლობა მარიკა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და გვერდთვებოდით სიახლებით. უბრალოდ ის მაინტერესებს მარიკა, რა პასუხი გაქვთ ამ დროისთვის პროკურატურიდან, რომ შემდგომ სხდომამდე არაფერი იქნება, თუ რატომ ელოდებით მანდ? არა, ჩვენ დღევანდელი შემაჯამებელი განცხადება უკვე გავაკეთეთ აქ ადგილზე. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი მოთხოვნა იქნება სამართლებრივად სწორად და სრულიად სამართლიანად ევა იქნება გათავისუფლებული და თუ ეს არ მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა გაცილებით მასშტაბურად გაგრძელდება. რაც შეეხება რას ველოდებით, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ამხეთი ღონისძიება შეიცვლება. თუმცა ვნახოთ რა იქნება და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებთ, რომ ეს ხალბატონი და მისი შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირი, რომლის ერთადერთი მომვლელიც არის ევა, დარჩნენ ერთმანეთის გარშემო. აქ პრობლემა არის ზუსტად ეს ახალი წლის დღეების. თქვენ ამბობთ, რომ დეკემბერში გამოდის ტოვებს კლინიკას მისი ერთადერთი ქალიშვილი, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და თუ დედა არ ხვდება გარეთ, შემდეგი პროცესი უბრალოდ 9 იანვარს არის ჩანიშნული. რას აკეთებს ეს ადამიანი ასეთ? კი ბატონო, ნახეთ, ჩვენ დღეს თელ დღის განმავლობაში პროკურატურა ამ შეხვედრებზე გვეუბნებოდა, რომ მათ სჭირდებათ რაიმე დამატებითი მტკიცებულებები, ერთი, რომელიც დაადასტურებდა თავად ევასაც, რომ მძიმე ონკოლოგიური დაავადება სჭირს და მეორე იმას, რომ შვილი ნამდვილად 30-ში ტოვებს. მარიკა, ერთი კითხვა მაქვს, ვიდრე ამას განაგრძობდეთ. არის თუ არა ვალდებული პროკურატურა თვითონ მოიძიოს ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ? თუ არ ყავს ამ ადამიანს ადვოკატის შესაბამისი კომპეტენციის, სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას იმის შესახებ, რომ თვითონ მოიძიოს ეს დამატებითი გარემოებები? არა, იმ შემთხვევაში თუ არ ყავს ადვოკატი, მას დაენიშნება სახაზინო ადვოკატი და ეს გამოასწორებს, ასე თქვა, შეავსებს იმ ლუდს, რაც შეიძლება რომ აქ არსებობდეს მისი უფლებების დაცვის ნაწილში. თუმცა, აქ მნიშვნელოვანი არის რა და მოცემულ შემთხვევაში მოდი ამოვიდეთ იმ რეალობიდან, რაც გვაქვს. ადვოკატმა ჩვენ დაგვიდასტურა, რომ მას ევას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს 2024 წლის ჩათვლით მის მდგომარეობას, ჩაბარებული აქვს როგორც პროკურატურაში, ასევე სასამართლოში. ანუ არ წაუკითხავთ. ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტი ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლო. აბა რა დამატებით დოკუმენტაციას იხო? 2025 წელს უნდა მომხდარიყო მისი განმეორებითი კვლევა, თუმცა ეს კვლევა არ ჩატარდა, იმიტომ რომ ის მას თავისუფლება აღეკვეთა. რაც შეეხება შვილს, შვილთან დაკავშირებითაც ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ფლობს პროკურატურა, თუმცა დღეს კიდევ დამატებით მოხდა ადვოკატის მხრიდან დამატება იმ ერთი წუთი ბოდიშის არის შემომივიდა. კი ბატონო, გასაგებია, მოკლედ მთელი მოცემულობა ამ საქმის ერთ მოქალაქეზეა საუბარი, რომელსაც მძიმე ონკოლოგიური მდგომარეობა აქვს, თვითონ არის ავად, გარდა ამისა ყავს შვილი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსს ატარებს, რომელიც კლინიკაშია და კლინიკას ტოვებს დეკემბრის ბოლოს, მას არ ყავს გარეთ მარჩენალი და სწორედ აი ამ ნაწილში რის დადასტურებას ითხოვს, არ ვიცი, პროკურატურა რა დამატებით დოკუმენტაციას გთხოვთ, რომ დეკემბრის ბოლოს ტოვებს ეს ადამიანი კლინიკას? კი ბატონო, ასეთ შემთხვევაში მე ტექნიკური ხარვეზი არა უშავს გისმენთ და ესე იგი ადვოკატმა დღეს ჩააბარა განცხადება და მტკიცებულება, რომელთაც დასტურდება, რომ ის 6-თვიანი ვადა, რომელიც განმავლობაში შეიძლებოდა რომ სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფილიყო ევას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შვილი, იწურება სწორედ 30 დეკემბერს და ამის შემდგომ ფაქტობრივად ეს ადამიანი, რომელიც დამოუკიდება თვითმოვლა,საც კი ვერ ახორციელებს, რჩება მზრუნველის წარმომადგენლის ფარდამჭერის გარეშე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ამ პერიოდამდე მოხდეს პროკურატურის მხრიდან, პროკურატურა კი არ დაელოდოს 9 იანვარს პროცესს, არამედ ამ დღემდე მოხდეს შუამდგომლობის მიმართვა. ჩვენ ხო თანხმდებით ახლა რომ ეს პროცესები არის წმინდად პოლიტიკური პროცესები. აქ ეს სამართლებრივი ჩარჩოდან არის გასული და აქ მთავარია პოლიტიკური ნება. შემდგომ უკვე ეს შესაძლებელი არის თუ არა, ტექნიკურად რა თქმა უნდა შესაძლებელია და ამის აღსრულებაც შესაძლებელია. ამიტომ აქ მთავარია რომ გადაწყვეტილება იქნეს მიღებული და
მე ამის აღსრულება იურიდიული მექანიზმებით არის სრულიად შესაძლებელი. ამიტომ ველოდებით რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნება. თავისთავად აბსურდია იმის ცქერა, რომ ევა შაშიაშვილი ახლა დაპატიმრებულია და ირაკლი ღარიბაშვილი თავისუფალი მილიონიანი გირაოთი ასეთი სახელმწიფოა სახეზე ქართული ოცნების პირობებში. მადლობა მარიკა არევაძე.